თუ ახლახანს ჩამოხვედი ესპანეთში ან გეგმავ გადმოსვლას, ამ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უნდა უყურა. გამარჯობა, მე თიკო ვარ, თქვენ უყურებთ Spanish con Ticos YouTube-ს, დარწმუნდი რომ გამოწერილი ყავარ და დავიწყოთ დღევანდელი ვიდეო. ზოგადად ესპანეთი ყოველთვის საოცნებო ქვეყანა, იქნება ეს ტურისტი, თუ ადამიანი, რომელსაც აქ დიდი ხნით უნდა გადმოსვლა საცხოვრებლად. ზოგადად არ მიფიქრია არასდროს რომ რაღაცა ესპანეთში სამუდამოდ დავსახლდებოდი და აქ ავაწყობდი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ ასე მოხდა, ახლა ვცხოვრობ ესპანეთში და მინდა რომ მოგიყვეთ, რას უკავშირდება ესპანეთში ცხოვრება, განსაკუთრებით კი ხარჯებს, იმიტომ რომ პირველი ასე ვთქვათ საფიქრალი ადამიანი სანამ სხვა ქვეყანაში გადავა საცხოვრებლად არის თუ რა დაუჯდება თვიდან თვემდე ცხოვრება. ხო და მეც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ინდივიდუალური ისტორიებით, რა თქმა უნდა, პერსონალური ისტორიებით მოგიყვებით თუ რა ჯდება ესპანეთში ცხოვრება და საერთოდ რას უნდა ელოდოთ, რა უნდა გაითვალისწინოთ აქ გადმოსვლამდე. დღევანდელი ვიდეოს თემად შევარჩიე საცხოვრებელი სახლი. პირველ რიგში, როდესაც გადადიხარ ახალ ქვეყანაში, რა გჭირდება? უნდა იქირავო ბინა, ხო? თუ მაინც და მაინც არ ჩადიხარ ვინმესთან, არ გვხვდება ნათესავი, ან ოჯახის წევრი და ასე შემდეგ. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩემ შემთხვევაში ზუსტად ეს შემთხვევა იყო, მე და ალვა რომ გადმოვედით, უბრალოდ ალვა რომ ჩამოვიდა ესპანეთში და მეც გამოვყევი ესპანეთში და დავიწყეთ ცხოვრება ალვაროსთან ოჯახში. შესაბამისად, თავდაპირველად ბინის მოძებნა არ იყო ჩემი პრიორიტეტი, არ ვფიქრობდი ამაზე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მქონდა სახლი. თუმცა მოგვიანებით, როდესაც მე და ალვა რომ გადავწყვეტეთ რომ გადავსულიყავით სხვა ქალაქში, ეს ქალაქი იყო სარაგოსა, ძალიან კარგად მახსოვს, სხვათა შორის, ძალიან ისეთი კარგი საყვარელი ქალაქია, სიდიდით მეოთხე ქალაქი, მე-5 ქალაქია მოსახლეობის მხრივ, ძალიან კარგია, თუმცა აი როდესაც დავიწყეთ უკვე გადასვლაზე ფიქრი, მან შევეჯახეთ საცხოვრებლის პრობლემებს. კერძოდ, ძალიან ცოტა ადამიანი აქირავებდა სახლს 6 თვით. მე მქონდა პრაქტიკა, ანუ სტაჟირებაზე უნდა წავსულიყავი სარაგოსაში, ალვაროსთან ერთად და შესაბამისად არ მინდოდა ბინა 1 წლით რომ მეკირავები და არამედ მინდოდა მოკლე ხნით, თუ არ ვცდები 4 თვე იყო მაშინ. შესაბამისად პირველი დაბრკოლება რაც იყო, ეს იყო 1 წელზე ნაკლები დროით სახლის ქირაობა არავინ არ გვთანხმდებოდა. საბოლოოდ ვიპოვეთ ერთი ესეთი ბინა, ოღონდ ეს არ იყო ბინა გრძელვადიანი ცხოვრებისთვის, არამედ Airbnb-ზე როგორც ქირავდება ხოლმე ბინები, Booking-ზე ალბათ გეცნობა და ის ზუსტად ასეთი ბინა იყო. ცენტრში, სარაგოსას ისტორიულ ცენტრში, მაგრამ უკვე იმდენად ახლოვდებოდა წასვლის თარიღი, რომ ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, აუცილებლად უნდა გვექირავებინა. პირველი ბინა, რომელიც ვიქირავეთ, ვიხდიდით სადღაც 700 ევრომდე, თუ არ ვცდები, კი 695 ევროს, საკმაოდ ძვირია ეს თანხა, მით უმეტეს მაშინ სტუდენტი ვიყავი, არ ვმუშაობდი და დამოკიდებული ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის scholarship-ზე დაფინანსებაზე. შესაბამისად, ძალიან მეწვირა. ამას გარდა ბინაში ვიხდიდით სხვა გადასახადებსაც, როგორც იყო შუქი, წყალი, ინტერნეტი, ასევე ჩვენ და გადავხადა. მოკლედ, მარტო ცხოვრება პროდუქტების გარდა სარაგოსაში სადღაც 900-1000 ევრომდე, არა, 1000 ბევრია, სადღაც 900 ევრომდე გვიჭდებოდა. სარაგოსაში 4 თვის შემდეგ დავასრულე სტაჟირება და ფაქტობრივად უნივერსიტეტის დაფინანსებაც აღარ მქონდა უკვე, დიდი ხანი ველოდი, მოკლედ ამ დაფინანსებას ვერა და ვერ მოვიდა, მათ კიდე ცალკე პრობლემები იყო, მაგით აღარ შეგაწყეთ თავს, იმიტომ რომ ესპანეთს არ ეხება და ალბათ ახალ ქალაქში ახალი სამსახური იშოვა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ რამდენიმე თვე ვცხოვრობდით მხოლოდ ერთი ადამიანის ხელფასით. ამიტომ მოგვიწია ბინის ცვლილება, იმიტომ რომ ბინაში ვიხდიდით საკმაოდ დიდ ფულს და გადავწყვეტეთ, რომ გვექირავებინა ოთახი. მე ამავდროულად ველოდებოდი ჩემს საფუთებს, მაგას ცალკე ვიდეოს კიდე მივუძვნი, თუ გაინტერესებთ. როგორ ავიღე აქ ცხოვრების უფლება და მუშაობის უფლება, თუმცა ახლა გავაგრძელოთ მოდი საცხოვრებლის პრობლემაზე. გადავედით საცხოვრებლად მოკლედ ოთახში, ეს იყო ბინა იქვე ახლოს, ისევ ცენტრში, ოღონდ ამ ბინაში, მთლიან ბინაში იყო სადღაც 7 ოთახი. არა, 6 ოთახი იყო და მე და ალვა რო ვიყავით ერთ ოთახში, დანარჩენებში თითო ადამიანი და კიდევ ერთში წყვილი იყო. ეს გამოცდილება იყო საზიზღარი გამოცდილება, იმიტომ რომ თანხას ნაკლებს ვიხდიდით, რა თქმა უნდა, თითქმის 2 ჯერ შემცირდა გადასახადი 450 ევროს ვიხდიდით და
თან კომუნალურები მეზობლოს ხარჯიც შედიოდა, მაგრამ საშინელი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ სიბინძურე, არაჰიგიენური ხალხი, მოკლედ ძალიან ცუდი გამოცდილება, აღარც მინდა ამის გახსენება რეალურად და აი ეხლაც რო ვიხსენებ, როგორ ვიცხოვრეთ, მე დაღლა რომ მაგ სახლში 6 თვე, ანუ აი არ ვიცი, ჩემი თავი, ჩემ თავს ტაშს ვუკრავ ხოლმე მართლა, იმიტომ რომ საოცარ პირობებში მოგვიწია ცხოვრება, მე ესეთი აი პირდაპირ ვიტყვი, ღორი ხალხი არც არ მინახავს, შოკში ვიყავი. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ გადავსულიყავით უკვე ამ ბინიდან, იმიტომ რომ აღარ შეგვეძლო აქ ცხოვრება და რადგან ალო რომ მუშაობდა ერთ-ერთ სააგენტოში, ბინების გაყიდვის და ყიდვის სააგენტოში, ერთ-ერთმა ნაცნობმა, ასე ვთქვათ, უთხრა რომ მქონდა ბინა, რომელსაც აქირავდა და მოკლედ შედარებით ნაკლებ ფასში, თუ არ ვწდები 470 евро ღირდა უკვე ეს სახლი ყოველთვიურად და ცალკე ვიხდით კიდე გადასახადებს, ცალკე კიდე პროდუქტებს, გადავედით მოკლედ ახალ ბინაში და ზუსტად აი ამ ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ზაფხულში მქონდა ერთ-ერთ სამსახურში ინტერვიუ, სამუშაო უნდა დამეწყო და რაღაცა მიზეზის გამო მოკლედ ძალიან ცუდად მოიქცნენ ეს ადამიანები და საბოლოოდ აღარ დავიწყე მუშაობა და ამ დროს გაჩნდა იდეა რომ დამეწყო ჩემი გვერდი და მესწავლებინა ხალხისთვის ესპანური ენა და ჩემი შემოსავლის წყაროც გახდა ეს დღემდე ჩემი შემოსავლის წყარო ხართ თქვენ, ჩემი მოსწავლეები და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ. მოკლედ სარაგოსაში გავატარეთ სადღაც წელიწად ნახევარი და გამოვიცვალეთ 3 ბინა. რეალურად უკვე მიშველები ვიყავით ბინის გამოცვლებს, ამიტომ როდესაც ალვაროს მოვიდა ახალი შემოთავაზება ტოლედოში სამსახურის შესახებ, გადავედით ტოლედოში, ახლა უკვე გამოცდილებით და ცოდნით თუ როგორ უნდა გვექირავებინა ბინა. თუმცა ბინის ქირავება რეალურად არასდროს არ არის ხოლმე მარტივი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სირთულე ახლავს თავს, აი რაც გითხარით მაგალითად ცოტა ხნით ქირავება თუ გინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გაგვიმართლა, იმიტომ რომ მინიმუმ 1 წლით გვინდოდა აუცილებლად სახლის ქირავება. ვიპოვეთ საკმაოდ მალევე, გაგვიმართლა ამაში ძალიან კარგი მეპატრონი შეგვხვდა. გადავედით მოკლედ საცხოვრებლად. თუმცა სანამ გადავედოდით, მან ერთი პატარა დეტალი იყო, რომელიც აუცილებლად თქვენც უნდა გაითვალისწინოთ, შეიძლება მოგთხოვონ ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გადაიხდით თანხას და ამ შემთხვევაში ალვაროს მშობლები იყვნენ ეს ადამიანები, მოაწერეთ კონტრაქტს ხელი. ასევე რასაც აუცილებლად მოგთხოვენ ბინის ქირაობისას, ოთახებზე ნაკლებად არის ეს ოთახს თუ იქირავით, მაგრამ ბინის ქირაობისას აუცილებლად მოგთხოვენ ხელფასის ამონაწერს, ნომინა ქვია ამას ესპანურად. ეს იქნება ბოლო 6 თვის, ბოლო 1 წლის, რა თქმა უნდა, გააჩნია როგორ ბინაში გადადიხართ, რა ღირს ბინა. თუმცა რეალურად რასაც ამოწმებენ, ეს არის თქვენი ეკონომიური სტაბილურობა, რამდენად შეძლებთ, რომ ბინის ქირა გადაიხადოთ ყოველ თვე. ტოლედოში ბინის ქირაობა ღირდა 675 евро. აქ გაგვიმართლა იმიტომ რომ ყველაფერი შედიოდა ამ ფასში, კომუნალურები, რასაც ცალკე ვიხდიდით, იყო მხოლოდ ინტერნეტი და, რა თქმა უნდა, პროდუქტები, ყოველდღიური ხარჯები. სულ 4 ბინა გვაქვს გამოცვლილი ესპანეთის ცხოვრების პერიოდში და რაც არ უნდა დაგავიწყდეთ აუცილებლად აქ ჩამოსვლისას არის ის, რომ აუცილებლად მოგთხოვენ ფიანსას. ფიანსა ეს არის დეპოზიტი, ავანსი, ასე ვთქვათ, რომელსაც იხდით ბინაში შესვლამდე. თუ ტოლედოში ბოლო ბინაში გადავიხადეთ 675 евро, ამავდროულად უნდა დაგვემატებინა კიდევ 675 евро. ანუ ფაქტობრივად გაითვალისწინეთ, რომ ბინის ქირა 1 თვე რაც ღირს, მაგას უნდა დაამატოთ კიდევ 1 მაგდენი, 2 მაგის გადახდა გიწევთ თავიდან. შემდეგ რა თქმა უნდა ეს თანხა გიბრუნდებათ, მას შემდეგ რაც დატოვებთ სახლს. ოღონდ აქაც უნდა გაითვალისწინეთ, რომ ეს სახლი არის თქვენი, ასე ვთქვათ, მეპატრონის დაზღვევა. თუ რაიმეს გააფუჭებთ, რაიმე ისე არ დახვდება მეპატრონეს, როგორც თავიდან იყო, მე თქმა უნდა, ამ თანხით ის შეაკეთებს ამ დაზიანებულ ნივთს, თუ რავი კედელს, თუ რავი რაც იქნება და ამიტომ მოგაკლდებათ და რეალურად ფრთხილად უნდა იყოთ ძალიან, რომ ეს თქვენი ავანსი 1 თვის, რომელიც გადაიხადეთ, არ დაკარგოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ კონტრაქტი იდება აუცილებლად. რამდენი ადამიანი იცხოვრებს, იმდენმა ადამიანმა უნდა მოაწეროს ხელი. მეც და ალვაროს, როდესაც შევდიოდით ნებისმიერ ბინაში, ორივე ვაწერდით ხელს, იმიტომ რომ ორივე პასუხისმგებლები ვიყავით, გადახდაზეც, იმაზეც თუ რამეს გაუხუჭებდით და ასე შემდეგ. და რატომ ხდება ეს? კონტრაქტი რატომ არის მნიშვნელოვანი? პირველ რიგში იმიტომ, რომ უფრო ფორმალური არის და დაცულია როგორც მეპატრონე, ისე ქირავებელი ნებისმიერი, ასე ვთქვათ, პრობლემისგან და კონტრაქტი თუ გაქვს, ესე იგი გაქვს ხელმოსაჭირი
თუ დაგჭირდა და ასევე ესპანეთში არის ძალიან დიდი პრობლემა ოკუპას, აი ასე ქვია, ოკუპას, ანუ ადამიანები, რომლებიც შემოდიან შენთან სახლში და ფაქტობრივად ცხოვრობენ და არ გიხდიან ქირას. ბოლო წლებში განსაკუთრებული დებატები იყო ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით. ანუ ძალიან გახშირებული იყო ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ უხდიდნენ ფულს ფლობელს და კონტრაქტის დადებაც, შესაბამისად კრიტერიუმები თუ ვის მიაქირავებს მფლობელი ბინას ძალიან გამკაცრებულია და ესეც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სანამ აქ ჩამოხვალთ. როგორც გითხარით, ჩემი 4 წლიანი ცხოვრების განმავლობაში ესპანეთში ვიცხოვრე სარაგოსასა და ტოლედოში. თუმცა ვიცი, რომ სარაგოსა და ტოლედო არ არის ესეთი პოპულარული ქართველებში, როდესაც ჩამოდიან ქართველები, ან ჩამოდიან ბარსელონაში, ან მადრიდში, ან ვალენსიაში. ამიტომ ბინის ფასები მე კონკრეტულად ესე არ გამომიცდია, არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს საიტი იდეალისტა, აი აქ ამონათდება იდეალისტა. შეგიძლიათ აი ამ საიტზე, სანამ ჩამოხვალთ, გადახედოთ ბინის ფასებს, მოიძიოთ თუ დაახლოებით რა შეიძლება დაგიჯდეთ მადრიდში, ბარსელონაში და სხვა ქალაქებშიც, ნებისმიერ ადგილას არის ამ საიტზე მოცემული ბინები და მოდიმინდა რომ თქვენთან ერთად რამდენიმე გავარჩიო. დავიწყოთ მაგალითად მადრიდის ფასებით. დავიწყოთ აბიტაციონ, ანუ ოთახით. აი მაგალითად პირველ ფოტოზე ხედავთ, რომ ერთი ოთახი 7 ოთახიან სახლში ღირს 880 евро. აი მეორე ფოტოში მაგალითად არის 5 საძინებელი და 815 евро ღირს. დაბლა კიდე უფრო ძვირდება 1200. აქ გვაქვს კიდე 900 ევროიანი, 1100 ევროიანი, 800. როგორც ხედავთ, მადრიდში საკმაოდ ძვირია ბინები. ეს თუ არის წარმოიდგინეთ ოთახის ფასი, რა შეიძლება ღირდეს ბინა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს იდეალისტას ბინები, რაც მე ავარჩიე და რაც ახლა ეკრანზე ხედავთ, რეალურად მე არ მიძებნია უფრო ღრმად, არ დავკვირვები ვარ უბანს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ უბნის პრესტიჟულობა მაგალითად ან უბნის უსაფრთხოებამ შეიძლება საერთოდ შეცვალოს ბინის ფასი. თუმცა, აი ეს არის დაახლოებით ალბათ ბინების, უბრალოდ ოთახების ფასი და უნდა გაითვალისწინოთ ეს. მოდი ახლა გადავიდეთ, ვნახოთ ბინები. ბინა 1550 евро მაგალითად და არის ერთოთახიანი, მეორე ბინა 1400 евро, აქაც ერთი საძინებელია. მოკლედ როგორც ხედავთ, ძალიან პატარა ბინებზე გვაქვს საუბარი. ბოლო წლებში განსაკუთრებით მადრიდში ბინები საკმაოდ გაძვირდა და აი ამ გაძვირებამ ზოგადად ესპანელების განსაკუთრებით ახალგაზრდების ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად ცხოვრების შანსები ძალიან შეამცირა, იმიტომ რომ თითქმის შეუძლებელი გახდა არა მარტო ბინის ყიდვა, არამედ ქირაობაც კი, რომ მომუშავე ადამიანს ახალგაზრდას რომ უნდოდეს მადრიდში გადავიდეს საცხოვრებლად, აი უნდა დაამარცხოს დიდი გველეშაპი, დრაკონი და ამას არ ვამბობ, იმიტომ რომ შეგაშინოთ უბრალოდ რაც რეალობაა, რასაც აქაურები სოციალურ ქსელებში, ჩემს ახლობლოში ამბობენ, იმას გეუბნებით და აგერ ფასებიც აშკარა არის, რომ თუ ბინაში გადაიყრი 1550 ევროს, მაშინ ჯობია რომ იყიდო ეს ბინა და იპოთეკაში იხადო ეს ფული, ხო? ეს მოსაზრებებიც არის ხოლმე. თუმცა, იპოთეკის გაკეთება და ბინის ყიდვაც კიდე ცალკე პრობლემებთან არის დაკავშირებული და მაგას მოგვიანებით კიდევ თუ გინდათ სხვა ვიდეოში გეტყვით. გადავიდეთ ბარსელონაზე. ბარსელონაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ასე ვთქვათ, პოპულარული ადგილია ქართველებისთვის. ვნახოთ პირველ რიგში ბინები, ეს სტუდიოს ტიპის ბინა, მაგალითად 950 евро, ეხა ეს არ არის ძვირი. თუ თან დავუკვირდებთ იმას, რომ მარტო იცხოვრებთ, მაგრამ სტუდიოს ბინა, ამას დავუკვირდით. ასევე 1950 евро მაგალითად ღირს ერთოთახიანი ბინა, აქ გვაქვს კიდევ 2650 ევროიანი ბინა, მაგრამ 3 ოთახი აქვს. მოკლედ, სხვადასხვა ფასებია. ანუ მე მაქვს აი ესე შერჩეული, რომ ზოგადად წარმოდგენა გქონდეთ და თქვენ თუ გინდათ, რომ უფრო მეტად კარგად ნახოთ თქვენი კრიტერიუმებით, რას ეძებთ, როგორ ბინას ეძებთ, რამდენი ადამიანისთვის ეძებთ, აი აქ დაუბრუნდეთ ერთი წუთი აი ამ ფოტოზე და ნახეთ
აი აქ არის ასე ვთქვათ, გასაფილტრი, შეგიძლიათ მიუდიდოთ ფასი რა არის მინიმალური, მაქსიმალური, რამდენი ოთახი გინდათ, როგორი გინდათ, ძველი, ახალი, გარემონტებული და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველანაირად კარგი საიტია იმისთვის, რომ ნახოთ, მოძებნოთ ბინა. ასევე ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან ესპანეთში ჩამოსული, არსებობს Facebook ჯგუფები, სადაც აქირავებენ ბინებს. სამწუხაროდ მე ამის შესახებ ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ იქნება ადეკვატური ჩემგან, იმიტომ რომ არასდროს არ მიქირავებია ქართველებისგან ბინა, მაგრამ ეს შანსიც არის, ეს შესაძლებლობაც და შეგიძლიათ რომ Facebook ჯგუფებშიც ნახოთ ხოლმე ბინის ქირაობა ქართველებისგან თავად. ბარსელონაშიც დამაუწყდა, რომ მეთქვა რა ღირს ოთახები, აი 599, მაგრამ აი შეხედეთ 18 ოთახი, ანუ ფაქტობრივად ყიდულობთ, უბრალოდ იქირავთ სახლს სასტუმროში, ანუ სიგიჟია მაგალითად, ну ეს შედარებით კაია, ეხა 7 ოთახია და 650 евро ღირს. მოკლედ ფასები ესეთია, ხან ძალიან მაღალი, ხან შედარებით დაბალი, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთში საშუალო მინიმალური ხელფასი 1200-1400 ევროა, ბინის ფასი არის კატასტროფულად ძვირი და თუ ორი ადამიანი არ მუშაობს, გამორიცხულია რომ ბინის ქირის გადახდა შეძლო. მაგრამ ამას პლუს დაუკვირდით, რომ ერთ ოთახში თუ ერთი ადამიანია, შესაბამისად ერთმა ადამიანმა უნდა გადაიხადოს, ხო? მოკლედ არაადეკვატურია ბინის ფასები ესპანურ ხელფასთან. გავაგრძელოთ, ვალენსიაშიც გადავიდეთ, მოდი. ვალენსიაში, აი ნახეთ, ორი განსხვავებული ბინა არის. ხა ერთ ოთახიანი 790 евро ღირს, სამოთახიანი 1400 евро. ასევე გვაქვს 1200 ევროიანი, 1100 ევროიანი. მინდა რომ განახოთ აუცილებლად რა ჭდება ერთი ოთახი ვალენსიაში, იმიტომ რომ ვიცი რომ ვალენსიაში საკმაოდ ბევრი ქართველები არიან მადრიდისა და ბარსელონას შემდეგ. 470 ევროთ შეგიძლიათ იქირავოთ მაგალითად ვალენსიაში ბინა, სადაც იქნება 5 საძინებელი, ასევე 680 ევროთ. 500 ევროიანიც არის, 630 ევროიანიც არის. მოკლედ, სხვადასხვა ტიპის ფასებია, ეს მინდოდა უბრალოდ მეჩვენებინა თქვენთვის, დაახლოებით რომ გქონდეთ წარმოდგენა, რაზე არის საუბარი, რა თანხებზეა საუბარი. აი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის იდეალისტა, აი ეს საიტი და აქ შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ბინები. ბინის ფასების გარდა აუცილებელია და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პროდუქტები რა ღირს ესპანეთში. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია თითოეულ ადამიანზე მორგებული რაციონის გამოანგარიშება, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისებურად ჭამს, ყველა ადამიანი თავისებურ პროდუქტებს მოიხმარს, მაგრამ მინდა რომ განახოთ აი დაახლოებით რა ღირს ესეთი ძირითადი პროდუქტები ესპანეთში. პურს შეიძენთ 80 ცენტიდან და 2 ევრომდე უფრო ძვირიანი პურებიც არის, მაგრამ დაახლოებით ფასს გეუბნებით. რძეც 85 ცენტიდან სადღაც евро და 35 ცენტი. კვერცხი, რომლის ფასზეც ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ქათმის გრიპის გამო, კვერცხის ფასმა აიწია ძალიან, ახლა მგონი დარეგულირდა, აღარ ღირს მაგდენი, მაგრამ კვერცხის ფასი, აი 12 ცალი კვერცხი, მაგალითად შეგიძლიათ შეიძინოთ 1.80-დან 4 ევრომდე. ასევე ხედავთ სხვა პროდუქტებსაც, ხო, ბრინჯი 1 ევროდან 2.20-მდე, მაკარონი, პომიდორი. და აი აქ არის ჩამოწერილი აი ეს პროდუქტები, რომელიც ძირითადად ჭირდება ხოლმე ყველას, რომ თუ რა თქმა უნდა სახლში შეჭამთ, სახლში მოამზადებთ საჭმელს, ჟერებით ნაკლები დაგეხარჯებათ. ამ პროდუქტის ფასები რეალურად არის აღებული უფრო დიდი სუპერმარკეტებიდან, აი Mercadona არის ესპანეთში ესეთი სუპერმარკეტი, სხვა შორის ძალიან კარგი და თუ ახლოს მაქვს ხოლმე, მე ყოველთვის Mercadona-ში ვაჭრობ, ასევე Lidl-იც საკმაოდ იაფიანია. სხვა მაღაზიებთან შედარებით არის სხვადასხვა კიდე ლოკალური მაღაზიები, როგორც არის ალკამპო, დია და ასე შემდეგ. დაახლოებით ფასები ყველგან მაინც და მაინც ერთნაირია. არ არის რომ აი იქ ძალიან ძვირი ღირდეს მაგალითად და იქ ძალიან იაფი. ძირითადად გათანაბრებულია ხოლმე ფასები. თუ გაინტერესებთ უფრო კონკრეტულად ფასების შესახებ, თითოეული პროდუქტი რა ღირს, დამწერეთ კომენტარებში თუ გაქვთ ამის სურვილი და გადავიღებ აუცილებლად ვიდეოს, განახებთ ასე სესტა, ასე ვთქვათ, ერთი კალათი, მაგალითად ერთი კვირის კალათი რა შეიძლება დაგიჯდეთ.
დღეისათვის მე მგონი სულ ეს იყო, დავამთავროთ ამით ეს ვიდეო. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ რომ გაუზიაროთ ეს ვიდეო მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, ვინც ფიქრობს ესპანეთში გადმოსვლას, ან ახალი გადმოსულია და ასე ვთქვათ, ნელ-ნელა ეჩვევა სიტუაციას. გამოიწერეთ ჩემი ხარხი, აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით!